მაინც რამდენი მალოდინე რამდენი გაზაფხული რამდენი შემოდგომა რამდენი თოვლის მოსვლა და მაინც არ მოხვედი და მაინც არ მოხვედი აი აბა ვის უმღერი ვარ ვერ მიხვდებით ვერავინ უმღერი ვარ ჩემს 50 კილოს და მაინც რამდენი მალოდინე რამდენი გაზაფხული რამდენი თოვლის მოსვლა და მაინც ვერცად გამექცევი აბა სადახარ აბა სადახარ ნუ გარბიხარ იქ ბონი ატირა გამოეთრი იქიდან ნუ მიმალებით ორჯი მოგკლა გამოეთრი სადახარ ჩადარი იპოვე ხარი რატო ატკინე ბონის რატო ატირე ჩემი ბონი აი ნახე რას გისავ ნახე როგორ გაკოჭა უყურე დაგაძრო ბჭყალებს დაგაძლი კბილებს წუდი ბიჭი ხარ შენ წადი გარეთ წადი ყურები უნდა გავაცალო უნდა დავაცალო ყურებია ესე თავჯერ და მღერი ვარ და მაინც რამდენი მალოდინე რამდენი გაზაფხული რამდენი თოვლის მოსვლა ოხ მე შენი სუმეშინ ახლა მე ამის ჩაყრა ხა ბავშვს ძინავს ხან რა ხარ და ხა სამწარებული აგე ესე იგი მთელი ბავშვობა შეიძლება იმიტომ არ ესეთი ხმაურიანი რომ მე სადაც ვიზრდებოდი აკრძალული იყო ხმაური პაპა ჩემს ნერვები არ ქონდა ხო და ხმამაღალი საუბარიც კი აკრძალული იყო ნუ თვითონ თუ არ საუბრობდა ხმამაღლა ხო და ისა ჩემი მეზობელი ერთხელ ბავშვი ნუ ჩვეულებრივი ჯამსერი ნორმალურ ოჯახში იზრდებოდა ხო და დედამისი არ იყო სახლში გამოიტანა აივანზე ისინი ქვაბები ალუმინის ქვაბები ხო ალუმინი კი არა და აი ნაცრისფერი როა რა ამოაბრუნეს უკვე ესენი დოლგარმონიაო მეო დიჯეი ვარო აიღო სუფრის კოლოდები და უკრავდა და ეს პაპა ჩემი მას ხო ვერაფერს ვერ ეთყოდა ხო და ის უკრავ მე ისეთ ბედნიერი ვიყავ იმიტომ კი არა რომ ეს გამწარდებოდა არა იმიტომ რომ სადღაც ბავშვს შეეძლო რომ ეხმაურა ხო და ეხლა ვარ დაახმაურიანი აბა მოვიდეს ვინმე და მითხრას რომ არ ვიმღერო თავს მოვაძრობ და გადავაგდებ არა უგზავნოთ შვილებს სიმღერა გინდათ საერთოდ ვერ მღეროდნენ არა ლა თავბრუდა მე ხო ასაკი ღმერთო ასაკი თავის ეშვება აი მე ჩემი თავი ხა შეინერმე რომ რასამო ახალგაზრდობაში ხო არ გეხვეოდა დავბრო მაშინ იმას ვაბრალებდი ცეკვაზე ვარ დავდიოდი მე ახლა ასაკს ვაბრალებ ტელეფონს მოვიტან თუ ასეთ გადავარდი გზაში ხო და ისა გავიკეთოთ კოფე გემრიელი კოფე გემრიელი კოფე ხო და მაშინ გენაცვალე დუეტში უნდა ვიმღეროთ. ვუმღეროთ ჩვენს წონებს დუეტში.
და მაინც რამდენი მალოდი მე ახლა აქ თქვენ დაგინდობთ არ ვიმღერებ აი ვიდეოში იმდენი ვიმღერე ხო იცი მოუთოკავირო ვარ თქვენთან მოთოკილი ვარ სხვათა შორის ხო და იქ შეგიძლია ჩემი ვოკალი მომკალით დატკბე იმედი არ გაკრები იმედი არ გამოჩნდები ვგულისხმობ ჩემი ვოკალი მომკალის შემდეგ ის რა ხო იცი იპოლიტე ხვიჩია რო ამობს ისა მე მოხიბლული ვარ თქვენი მომკალით იქია ხო კარნახობენ ვოკალით და ეს თქვენი მომკალით და იმის მერე სუეგრე მაგ ფილმს რო უყურე იმის მერე ვიძახი რა ეს არის მეთქი ჩემი მომკალი ჩემი ვოკალი მომკალი ეს რამდენი მალოდინა ოხ შენი ეს როგორია ეს გუშინ შეჭამეს ყველა ეს ესე იგი კაია ხო აჰა ეხლა ორ ცხოვილა ეს არა დიეტური ჩვეულებრივია ეხლა ყავა გავიკეთოთ ასევე კოფი მე მინდა კოფი გუშინ ისე ცუდ ხასილი ვიყავი არაფერი არ მინდოდა გადავხარში დღეს ისო მინდა სიცოცხლე სიხარული სიმღერა ყველაფერი კარგი იქნება ესეთი ხასიათი მაქვს ხალხო ესეთი ხასიათი მაქვს და რა გავაკეთო არც არაფერი უნდა გავაკეთო ძალიან მაგარია სასტიკად მიყვარს სიცოცხლე აი სასტიკად და ყოველთვის ვჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება გუშინ კოტიმ გამომიგზავნა ის ადამიანი ჯო გვარი არ მახსოვს გაჩვენებთ ჩემნაირია ეგეც და აღვფთოვანდი სასტიკად როგორ შეიძლება მაგით არ აღვფთოვანდი არ ვიცი დაინც რამდენი მალოდი რამდენი გაზაფხული რამდენი თოვლის მოსვლა თქვენ კიდე არიცით მე რა გიჟი ვარ თქვენ კიდე არიცით მე რა გიჟი ვარ აუ ეს ჩანს ხო როგორი გასახეხია პოფიგუ არარაობა ქალები რომლებიც არარაობები არიან მიდით გამლანძღეთ არ მეტკინება ჩემზე უკეთესი ქვას არ მესვრის და ჩემზე უარესისგან არ მეტკინება არც მომხვდება და იმიტომაც არ მეტკინება მინდა რამე სვაგეთებ, მინდა რამე და ვფიქრობ და მინდა რამე მინდა. სულ კიდე ახლა ეს როგორ გამოიყურება. კი, შეიძლება ისეთებიც არიან, ვინც ამ ყველაფერს აკეთებენ, ამ ყველაფერს ფიქრობენ და იმასაც ხეხავენ. და 1000 ტაში ჩემგან. აი მართლა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეგენებს არ წაიგდებენ ზურგზე. სხვების გასალანძღად. აი მაგაში ზუსტად ვარ დარწმუნებული. ვაიმე დადგა ეს სუნი მე რო ძალიან მიყვარს დილის კოფე სუნი
ოხ შენი. იცი რა, ეხლა ეს სუნი რომ მომივიდა, მომინდა შოკოლადი და მოდი ამ პეჩენიას გავტეხა. ნახევარს შევჭამ და პეჩენიას იმასაც შევჭამ. ესე. აი ესე ვჭამ მე ტკბილს, აი 7 კვირა მაგ. მე ესენი იქამდე 1000-ში შეჭამენ და მე ამიტომ გადანახული მაქვს ხოლმე ჩემთვის. აჰა, შაქარი, შოკო. შოკი. უიმე, ნახეთ როგორ ყოფილა. თელა იამაში მარტო ეს არის. ჩემთვის. 6 გრამი. რატო არ მოიხალა ის აქამდე? რამდენიღა უნდა ველოდო? 3 წუთი. ოკეი. ვეღარ ვითმენ, ამიტომ მოდი ეს თე რაღაცა გავაკეთოთ. უიმე, ეს არა მაქვს განულებული. არც ერთი არ დამივარდა. ერთი გ. მაინც რამდენი მალონდინე. Кайფშა წავედით იქით. გიშლი ხელს? აი, სამშვიდობის. აბა ეს გავსინჯოთ როგორია. გუშონის პეჩენია. ამაზე თქვა იკამ. ცოტა სიტკბო აქ ხო? უტკბილესია просто. ძალიან დამატანაკბელია. მე ესეთ სიტკბას გადაჩვეული ვარ. ხალანაჭრებად უნდა დაჭრას კაცმა. გუშინდელი ვიდეო გაკეთდა. გეტვირთავთ. რაც ვიყავ გუშინ. 10. და როგორ გადის დრო? Schapelot gemrelja, maar dat dan tqbilja. This is so
მე რა ვიცი. ძალიან იცვლება გემოს რეცეპტორები. ეხლა ამას შევჭამ. ნუ დღეს მინდა ვანცოდეთ გილაპარაკოთ. დღევანდელი თემა მინდა იყოს ჩვენი სურვილების ასრულება. თქვენ ჭირდება მე წამს მჯერა აფირმაციების სამყაროს სულის და ეს ყველაფერი გეხმარება მაგის, მაგრამ ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი ისიც, რომ ის ქართულიან დაზა. შენ ხელი განძე და მეც გიშველია 100%-იანია. ახლა წლის დასასრულია. ალბათ ძალიან ბევრმა ადამიანმა რომელიც ძალიან ბევრი ადამიანი რომელიც თავის თავს რაღაცას შეპირდა წინასწარ იმედ გაცვლებულია, იმიტომ არ შეუსრულა. ჯამთელბაც არ ვისხმობ, ეგ ჩვენზე არა დამოკიდებული. თუმცა მანდაც არის რაღაცები, ეს ჩვენზე დამოკიდებული. ანუ გაჩნია სიტუაციას. დანარჩენი ჩვენს ხელშია ყველაფერი. ოკეი. მუშტ. მეყვარს ეს საუბრები. ანუ თუ შენ აი ჩემ თავზე ვიტყვი. ამას იმიტომ არ ვამბობ ხომ რომ იმეს ვაწყეინო, იმეს გული ვატკინო. არა. ამას იმიტომ ვამბობ რომ აი მაგალითად ერთად ჩვენ თავს ღალატობთ. ვართ ცუდად. ვართ დეპრესიაში. და თითქოს ყველაფერი კარგადაა. შეიძლება ყველაფერი კარგად გაქცევა ცხოვრებაში გარშემო. მაგრამ რაღაცა მომენტში სადაც შენ თავს უღალატე და ხარ დეპრესიაში და იმის გამოც უბრალდები შენ თავს რომ რა მაქვს ადეპრესიო. ყველა კარგად ყავს. ეს მაქვს, ის მაქვს, ასე ისე აი ხალხი რა დღეშია. და მე რატომ დავიყო ესე ცუდად. მე გამოვლინე მაქვს ეგ ეტაპი. და ერთ-ერთი რის გამოც მან აღარ დავბრუნდები. ზუსტად ის არის რომ ჩემ თავს როცა ვუერთგულე და ჩემი თავი მივეცი. არასდროს არ ყოფილა ეგრე კარგად როგორც ახლა. თუმცა ჩემ თავს ვერ ვთგულობ. ანუ მე ვარ ადამიანი, რომელიც არის გამხდარი. და მე აღარ ვჭამ ემოციურად. ზოგჯერ ძალიან მინდა ხოლმე, მაგრამ მაინც არა. ანუ ჩემ შინაგანი მე როგორც უნდა იყოს, გარეგნული მეც ეგეთი ედება. და ეს ჰარმონიაში მოდის კარგად ხარ ხდები? ასევე სწავლა. ახლა ხომ სიგიჟეა ძალიან რთულია. ყველაფერს თავისი დრო იმიტომ აქ რომ ეგრე იდეალურია. ანუ რომ ბავშვი როცა ხარ უნდა ისწავლო, იმიტომ რომ მაშინ არ გაქვს დამატებითი სხვა ვალდებულებები, ნუ უმეტესად, ზოგ ბავშვს აქვს, მაგრამ უმეტესად. მაგრამ
მაგაზე უფრო მნიშვნელოვანი ის არის. ანუ ესო ჩემია, ესო ჩემშია. მე თუ ამას არასდროს არ გავაკეთებ. არ მომასვენებს ხდები? ამიტომ პირველი და ყველაზე მთავარი საკუთარი თავის სიყვარულის წესი და ასევე 2026 წელში მთავარი, რაც მინდა რომ ჩემ თავს ვუსურო და მქონდეს. ეს არის რომ ვიყო საკუთარი თავის ერთგული. ძნელია. იმიტომ რომ ხშირად საზოგადო ნორმები ეწინააღმდეგება ამას. დედა ხარ, რაღა დრო შენი სწავლა. და ძალიან ბევრი სხვა ფაქტორი კიდე. იგივე დრო, იგივე დაღლა. ჯერჯერობით ვერ ჩავჯექი იმ რეჟიმში, რომ ყოველდღე მე რომ მომწონს ისევ იმეცადინო. მე რეშიში მაქვს რომ ვერ მოვასწრებ პანიკა და ასე შემდეგ და ასე. ეს ყოფილი ნორმალურია. მე ვეუბნები ჩემთასო თუ წელს ვერ მოვასწრებ. მოვალ წლამდე მოემზადე, საათამდე ინწერი ხა ის რაღაც შეცვლის. თან აგერ სწავლა 4 წლის ნაცვლად 3 წელი ხდება და 1 წლით მეტი მოემზადე და ვითომ 4 წელი გისწავლია. და ასე შემდეგ. აი მე ვფიქრობ რომ ამ წელსაც გავალდავცდი, მაგრამ თუ არ გამომივა, წინასწარ ჩემთავს ესე ვამშვიდებ და ვეფერები. ანუ ჩვენ თუ ჩვენ თავი არ ვართ. არ გვაქვს არაფერი და არ ვართ არავინ. რაც არ მქონდეს მატერიალური. შეიძლება მოატყუოს ხვები. ლამაზი ფოტოებით. ამ ბრჭყვიალა ძვირფასი ნივთებით. შეიძლება მოატყუო ყველა. რომ ძალიან კარგად ხარ ყველაფერი კარგი. შენ თავს ვერ მოატყუებ. შენ თავს ვერ მაშინაც კი ვცავ. შენ თვითონაც კი გონებით გგონია, შენი ცნობიერი ფიქრობს რომ ყველაფერი კარგად არის. თუ დეპრესია გაქვს და ცუდად ხარ. ესე იგი შენი ქვეცნობიერი არ ფიქრობს რომ ყველაფერი კარგად არის. ჩემთან ესე იყო. ანუ ეს რომ მე ვარ ძალიან გამხდარი, ეს რომ მე ვარ ესენი რომ აქ ნეკნები რომ ეთვლება და ჯერ კიდე რომ ისეთი გამხდარი არ ვარ მე რომ მინდა და რომ მექნება ეგ რომ ვიქნები ფსიქოლოგი და ყველაფერი ან თუნდაც აი მანქანა რომ ვიყიდე სიგიჟე იყო იმიტომ რომ მთელი ჩემი დანაზოგი ეგ იყო წარმოიდგინე პროსტა ისიც როგორ შემთხვევაში იცი აი ცუდად რო გახდე და რომ ვეღარ იმუშაო და რო გქონდეს რა რამდენიმე თვე საჭყელად და ავდექი გავრისკე და ვიყიდე და ანუ ეს წუთი არ მინანია და ამ შემდეგ რა და ესეთი გადაწყვეტილებები ძალიან მნიშვნელოვანია ამიტომ თუ კი რაღაცა ძალიან გინდა რასაც შენ თავ შეპირდი წინა წელს იმის წინა წელს იმის წინა წელს და იმის წინა წელს არ გაკეთებია აი იანვარში რომ დავიწყებთ ხოლმე და თებერვალში რომ დავასრულებთ და მომავალი წლისთვის რომ ისევ გადავდებთ ხოლმე დროა რომ ეხა დაიწყო აი ახლავე უნდა დაიწყო ხო არ არსებობს არც ახალი წელი არც ორშაბათი არც ახალი თვე არაფერი არსებობს აქ და ახლა რაღაცა გინდა იწყებ ახლავე ბებია ჩემი ამბობდა ხოლმე გადადებული საქმე ეშმაკებისაო 100%-იანი ამიტომ უერთგულე შენ თავს თუ არა და ვერ შეძლებ რომ უერთგულო ვერავის ანუ რომც უერთგულო რომც არავის არ უხალატო ეს ყველაფერი მაინც ფარისევლური იქნება იმიტომ რომ ყველაზე შენი ცხოვრების ყველაზე მთავარი ადამიანი შენ თავს ხალატობ და უკვე ვერ იქნები ერთგული როცა შენ თავს ხალატობ საბამისად ის რაც შენ სულშია ისაც შენ სულს ჭირდება იმისთვის რომ შენ იყო ის აუცილებლად უნდა გქონდეს შეიძლება ყველაფერზე უარი თქვა ამ ქვეყანაზე ყველაფრის გარეშე იცხოვრებ და ბედნიერი იქნები რაც არ უნდა ფიქრობდე რომ დამოკიდებული ვარ მიყვარს ამის გარეშე ვერ შევძლებ ეს ჩემი რელაქსია და ასე შემდეგ ყველაფრის გარეშე შეძლებ ამ ქვეყანად გაძლებას ერთ-ერთი ის გარეშეც ვერ შეძლებ ეს არის ნორმალურად ცხოვრებას და იარსებებ ეს არის შენი ნამდვილი მე რო იყო ანუ უნდა იყო ის ვინც ხარ всё უნდა შესაბამბოდე შენ თავს
ეს ყველაზე მთავარია. ძალიან ბევრმა ადამიანმა ისცა იცის ვინ არის და რა უნდა. იმიტომ რომ ძალიან დიდხანს არ უსმენდა თავის თავს, მაგრამ თუ მაგ მდგომარეობაში ხარ, მაგ დროსაც არ ღირს, რომ თქვათ იმედი გაიცვლო, გული იტკინო რაღაცა. არა, უბრალოდ დაფიქრდი და ახლა დაიწყე შენი თავის მოსმენა, შენი სურვილების მოსმენა. არასოდეს არ არის გვიანი და არასოდეს არ არის ადრე. მარიამ ნინი ლამაზო ძალიან მიყვარ ხარ მეც ძირფასო ლელო ნინი ჩემო საყვარელო ქრისტინე ირმა უეცარი გაელვების სიხარული მოუტანა ხალხს რომ თითქოს და უფასოა არა და 10 ჯერ მეტი ფული იქნება გადასახლდელი 90-იანები იმედი მაქვს სამართალი ისამართლებს ვაიმე მეც ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ეგ არ იქნება ციცინი ირა ლამაზი ხარ როგორ გიხდება სავიჭკა და შარვალი სპორტული ჩაცმა მადლობა ძირფასო სინამდვილეში სიგამხდრე მიხდება ეს ყველაფერი რომ ჩამოცვა მე თუნდაც 60 კილო რა ვარ No. ლელა ბედნიერი და წარმატებული დღე ჩემო ძვირფასებო მიყვარ ხარ ციცინი მახსოვს კატუტსის პერიოდი ავად რო იყო რა კარგია ფონი კარგად რომ არის მაინტერესებდა რას გეტყოდნენ მეც მიხარია კარგად რო ავაკვირდები და რა ვიცი ჭამსვავს და კარგად არის ბოინზე გამიხარდა არაფერი რომ აჭის ნერვიულობდი ძალიანო მეც აი ადამიანს არ უკავდი გუშინ წინ და გუშინ ხსო აკვირდებოდი გარეთ წავედი დაჟე ფიქრობდი რატო არ დაუბარე მეთქი სახში ვინც არიან რომ დააკვირდნენ იქნებ მე რო არ ვიქნები მაშინ კონდეს რამე და მე ვერ შევამჩნიო თქო ინგანინდა ევა ძალიან საყვარლები ხართ მადლობა ძირფასო ფატი ჩემი ლამაზი ფატი ჩემი ლამაზი ჭკვიანი გოგო ხშირად ვერ გწერნი ცოტა დროის გამო ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს და ყველაფერი გაივლის ბევრი გამომჩა მიხარია შენი წარმატება სწავლის მხრიდან არასდროს არაა გვერდცოდნის მიღება ბედნიერი ახალი წელი გქონოდეს ევიტოს ჩაეხუტე ჩემგან აუცილებლად ძვირფასო რა პრობლემები ხომ ყველაფერი რიგზეა ირმა ლამი 7 წელია გიყურებ და შენ ხარ არა ერთი არამედ ერთად აღებული 10 მშრომელი ფუტკარი ვაიმე მადლობა ძირფასო ულამაზესი უძლიერესი უთბილესი ჩემი თავდაუზავგავი მშრომელი და სიყვარულით სავსე უღრმესი მადლობა როგორ მიყვარ ხარ ირმა როგორ მიყვარ ხარ არ ვიცი ხა 10 ფუტკარი რამდენად ვარ მაგრამ ცდილობ სოფო ნი წინასწარ რა იქნება არავინ ცის ეგ ყველაფერი ვარაუდებია ასე რომ არის ნერვიული ყველაფერი კარგად იქნება და ის როგორც სტუდენტებისთვის იქნება კარგი ხო მეც ვფიქრობ რომ ვცდილობ რომ ასე მჯეროდეს არ ვიცი ვნახოთ ლიზა ნინი 17 Pro Max-ის ყიდვას არ აპირება ლიზა ადრე შემხვდა შენი ეს კითხვა და მე გამომრჩა რომ მეპასუხა 17 Pro Max-ის ფული არ მაქვს 17 Pro Max-ის ყიდვას შევძლებ იმ შემთხვევაში თუ გავყიდით 14 და 15-ს. მაგ შემთხვევაში შემიძლია რომ ვიყიდო. მაგრამ არ ვიცი მიღირს თუ არა, იმიტომ რომ ვნახე ვიზუალურად იმდან არ მომეწონა. ნუ აი ეს სტაფილოსფერი ხო საერთოდ ტრეში არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ აი მართლა აი სრული კატასტროფაა. რა ვიცი. საერთოდ არ მომეწონა. ლურჯიც იყო და ლურჯს კიდე არ აუშვეს, მაგრამ თვითონ დიზაინი ეხა მაგალითად 14-იც მირჩევნია, 15-იც მირჩევნია და ეს ორი გავყიდო, იმით რომ ეგ ვიყიდო, არ ვიცი მიღებს თუ არა, ფიქრობ სხვათა შორის. ერთადერთი რაღაცის გამო. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი კამერა. დროთა განმავლობაში კამერა ხუნდება, ჯდება, მე პლუს ახალი კიდე უმჯობესდება და თქვენი ლამაზი თვალები მინდა რომ ლამაზ კადრს ხედავდნენ. ამიტომ ვფიქრობ რომ შეიძლება ორივე გავყიდო და ეგ ვიყიდო, მაგრამ ჯერჯერობით მაგისთვის არაფერს არ ვაკეთებ. რეალურად ეგ რო გავაკეთო, აქ რაც მაგ პროგრამები ყველაფერი უნდა გავასუფთავო რაღაცა, ანუ ჯერ არაფერს არ ვაკეთებ, არაფერს არ ვცდილობ, არ ვიცი. შეიძლება ვიყიდო, შეიძლება არ ვიყიდო. წარმოდგენა არ მაქვს. არ ვიცი ღირს თუ არა.
აღარ მახსოვს ნაუტილუს ამის წინა ბინა ისევ თუ გააქვთ წავიდეს მეთქი ვიტყოდი, მაგრამ საწავა არც გაგეცლება და არც საწამლავის დღევას გაეშვება. დეიდის გამო მართლა არ შეიძლება ცხოვრების ჩამწარება. ტერორის ქმარს რომ გაეყარო, ბევრად უფრო რთული მგონია. სიცოცხლის მოპოვების საფრთხის ქვეშ შეიძლება დაგეყენოს, მაგრამ დეიდა სამუდამოდ მოვიკვეთავდი. არ მაინტერესებს მორალისტების აზრები, რომ მან გაგზავნა და შემდეგ ეს ქალი შენ გაავადებს და ამის გამო ის სამუდამოდ მოცილების ღირსია. ძალიან ხვდება ხოლმე გულზე ეს ამბავი და იცოდე რომ მარტო არ ხარ ყველას ჩვენი ჯვარი გვაქვს საზიდი გაზიარებით ერთმანეთს ვაძლიერებთ მთელი გულით მესმის შენი აღარასდროს დაკარგო შენი თავი არა აი ჩემ თავს არავის არასოდეს აღარ დაუთმობ მაგრამ აქ ნახე რა იყო იმდან პატარა ვიყავი რომ არც ვიცოდით ჩემი თავი რომელი იყო იმდან მქონდა ჩასმენილი რომ ეს უნდა იყო და იმდანად იყო ის ჩემი არსება როგორც მე ვიყავი გაუფასურებული და წარმოდგენილი ცუდად რომ რაღაც მომენტში ანუ ალბათ მე შინოდა გირესო ჩემი თავი ყოფილიყავი რომ ვითომ ცუდი არ ვიყო რა პატარა რო ვიყავი ხო ეხლა შეიძლება კი იქით ბინა რა თქმა უნდა მაქვს მინდა რომ ის გავყიდო და აქვეთ ვიყიდო და გადავიდე ანუ ეგ მინდა თუმცა ხა იმითი აქ არ მომივა ნორმალური მაგრამ ნუ რაც იქნება მაგას არ ვჩივი ვარ რო გადავაგდო და ეგრე გავყიდო ეგრეც არ მინდა ნორმალურ ფასად რა რა საჭამ კატა ნაძვის ხეს ნუ ჭამე კატა ოდო ფო ხო გაცილით შანსი არ არსებობს. მე აქეთ სახში არ გადმოვდიოდი, როცა დაცარიელდა ეს ბინა, ვეუბნებოდი, რომ შენ წადი იქ და იქ იცხოვრე. ანუ იყო მომენტი, როცა მენა აი ესეთი რო აქ ხოლმე როგორ გითხრა, ძალიან გამძაფრების პერიოდები. ძალიან გამამწარა, ძალიან რა და ვუთხარი მეთქი წადი თქო და იქ იყავი თქო აი გააგთქო შენი ბინა ხო და წათი მეთქი და იქ იყავი თქო რა მოდი ხოლმე მეთქი არა პრობლემა რაღაც ოღონდ წადი მეთქი და იქ იყავი აუ გამართა სცენა გაიქცა სახლიდან მეზოში იჯდა ვითომ მე გავაგდე მეოლესა დარბაზოში იჯდა ვითომ სახლში ავუშვებდი და კაც ჩაკეტილი არ იყო კარგია იყო ანუ გაღებული კი არ იყო, გასაღებით არ იყო ჩაკეტილი, ჩვეულებრივად და ეგ იცოდა. ანუ ისეთი ამბები იქიდან ყვიროდა სადარბაზონა ისეთი სცენები, რაღაცები. შანსი არ არის. არ არსებობს, ანუ მე იქ არ წავალ, მე ის რაც მინდა. მე ამბობდა, ოღონდ თქვენ წამოდით და მე ხმას არასოდეს არ ამოვიღებ და მე ისა. აი! ოხშე! ხმერთ როგორ ჯამარჯობს ალი შეძუკნა კატა დედა ჩემის ძვლები ვტკბირო თუ ხმა მოვიღოთ აი ეგეთი რაღაცები ბავშვებისთვის მინდა იქით უფრო კაი ჰაერია თბილისის ზღვის ჰაერი იქიდან კიკვიძე რაღაცა და თუ რაღაცა ისა მე შანსი არ არსებობს მე თუ რაღაცა მე იმას ვისავ გავალ და რაღაცა მე კიდე ყოველთვის ის პრობლემა მაქვს რომ ძალიან მიამიტივა და ადამიანებს ვენდობ მე თუ რაღაცას ვეტყვი ადამიანს იმას ვაკეთებ და თუ არ შემიძლია რომ გავაკეთო არ ვეტყვი ან იმასაც ვეუბნები რომ შეიძლება ვერ გავაკეთო ანუ თუ მეჩვენე მეპარება ხო და მეჩდე ოდო აჭამოს არა არა მოთერეკინემა და რეალურად ის გამოვიდა რომ დავიჯერე ნუ ახლა ის ბინა გაქირავებული იქ ადამიანები არიან მე უკან ვერ გავიქცევი და ვერ გავაგდებ ესე ადამიანს პლუს ორი ძაღლი ყავთ იმათ და ესე ვერც შესაწავლენ უცებ ოჯახია ანუ იქ დაბრუნების შანსი არა მაქვს ესე უცებ და არც ისე იმიტომ რომ ბავშვები აქვს სკოლაში ესენი ცივ ამინაც და ესენი სკოლაში დადიან რაღაცა ხა ბავშვებს მე ესე აქეთ-იქით ვერ ვატარებ
სათამაშოები არ არიან, მოზარდები მით უმეტეს, ხო? ანუ სათამაშო არც ერთი ბავშვი არ არის, მაგრამ ვიდახე რომ მოზარდებს შეგუების პროცესი ისე აქვთ, ხო, იცით არა და არ მინდა. ხო, და რადგან აქეთ გადმოვედით, ის მინდა გავყიდო და აქეთ ვიყიდო, რომ გადავიდე. იქაც გამომყვება, ამასაც ესე მიაგდებს და გამომეკიდება. იმიტომ რომ ანუ სხვანაირად ვერ არსებობს ადამიანი. ვიღაცასთან უნდა აი ეს კონდეს რა. უნდა იყოს ვიღაცა, ვინც იცის ნამდვილი მაგის სახე, იმიტომ რომ სხვებთან ანგელოზი უჭირავს და იქ ვერ იღებს ამ ენერგიას და მე რომ დაუგროვდება, ეს უნდა ამოგახეთქოს, შენზე უნდა გადმოვანთხიოს და მე კარგად გახდეს. სხვანაირად ვერ შეუძლია. შესაბამისად მაგის შანსიც არ არის. კი, ფსიქოლოგობა მეხმარება ძალიან. რა თქმა უნდა, ეგ რო არა, რა ვიცი. თუმცა ჩემი ხასიათიც მეხმარება. ავწეღარო გეუბნებოდით. Rost ucha. Cute Nini, don't worry, be happy. მე ვხედავ რომ შენ კეთილი და ძლიერი ადამიანი ხარ, რაც სამწუხაროდ უკვე ძალიან იშვიათია ამ სამყაროში. მე მესმის შენ და მჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება. ვიცი რომ შენ გაუძლებ მაგ განსაცდელს ცხოვრებაში უარესებიც ხდება, ხო იცი, გახსოვდეს რომ შენ ღმერთს უყვარხარ და ის არასდროს მიგატოვებს. მადლობა ძვირფასო. ეგ სულ მახსოვს კი. ეს კომენტარები არ მინახია. არ მაჩვენებს ხოლმე ზოგჯერ YouTube სტუდიო, ახლა ვიდეოში შევედი და იქ ვხედავ რომ ამდენი კომენტარები წერია. ისა რა უნდა მეჩვენებინა, ის არ დამავიწყოს გაჩვენოთ. რა ხდება, რა კოშმარია, მშობლების ჩატში წერია. რა ვერ გავიგე. Online გაკვეთილებზე საუბრობენ. აი, ახლა გაჩვენებთ იმას გუშინ წაღერას გეუბნებოდით. საცა ვიდეო ის. აი. აი ამ ადამიანს ენახე. ეხლა წაიკითხავთ. 1955 წელს გერმანელი სამხედრო ტყვეების ბანაკის ეკლიანი მავთულ ხლართების მიღმა 19 წლის რიგითი ჯო დემლერი საკუთარი თავის აჩრდილს გავდა. ცარიერი ტყავი და ძვალი და ტყავი იყო და ძლივს სუნთქავდა. ის ერთ-ერთი ბრძოლის დროს ტყვედ ჩაბარდა, რის შემდეგაც თვეების განმავლობაში აშიმშილებდნენ, სცემდნენ და ბოლოს ისეთ ადგილას გამოკეტეს, სადაც კაცობრიობა თითქოს აღარც არსებობდა. როდესაც ამერიკულმა ძალებმა ბანაკი გაათავისუფლეს, ჟურნალი Life-ის ფოტოგრაფმა შემაწრწუნებელი კადრი გადაიღო. ამ კადრში ჯო საწოლზე ზის, ქაღალდივით თხელ კანში ნეკნები მოუჩანს.
თვალები ჩაცვენია, მაგრამ მაინც სიცოცხლის წყურვილით იწვის. როცა კითხეს, როგორ გადარჩა ჯომ ჩურჩული წარმოსქვა, აი უკვე ბურძგლის. წარმოსქვა სიტყვები, რომელიც ისტორიას ეკოსავით მოყვება. ყოველთვის წამდა, ცხოვრება მშვენიერია. უბრალოდ უნდა იცხოვრო მისით. ის სახლში 28 კილოგრამი დაბრუნდა. მაგრამ მალევე მოიგეთა, დაქორწინდა. ვისკონსინის შტატში ფოსტის მოხელედ მუშაობდა და სიცოცხლის დარჩენილი ნაწილი ახალგაზრდებისთვის იმის ახსნას მიუძღვნა, თუ რა ასწავლა მას ომმა, რომ ადამიანმა ყველაზე პირქუშ ადგილებშიც კი არ უნდა დაკარგოს სიცოცხლის სიყვარული. ჯო დემლერმა 94 წელი იცოცხლა და 2020 წელს მშვიდად გარდაიცვალა. ამ ფოტოს გადაღებიდან 75 წლის შემდეგ. ის უამრავი ამერიკელისთვის ოპტიმიზმის და სიცოცხლის სიყვარულის მაგალითად იქცა. მას დღემდე იხსენებენ როგორც ადამიანს, რომელსაც სიცოცხლის სიყვარულმა სასწაული ჩაადენა და გადაარჩინა იქ, სადაც გადარჩენა თითქმის შეუძლებელი იყო. ასე რომ ჩვენ რთულ დროს ეს უნდა გვახსოვდეს და მე ჩემი თავი გამახსენა ამ ისტორიამ. ჩემი ძალიან მძიმე რთული ყოველ მხრივ ბავშვობა, უდედობა, უყველაფრობა, რა ვიცი. ძალიან ბევრი ტკივილი და ის და მაინც ყოველთვის ისეთი ყოველთვის ჯეროდა რომ არსებობს სიყვარული, ყოველთვის ჯეროდა რომ არსებობს ღმერთი, ყოველთვის ჯეროდა რომ არსებობს სამართალი, ყოველთვის ვიყავი ძალიან ოპტიმისტი, ყოველთვის მქონდა იმედი, ანუ ვიღაცა იტყოდა რომ არაფერი არ არსებულა რა, ჩემი ცხოვრების დასაწყისშივე ამაში დავწმუნდია, თურმე არაფერი არ არსებულა, რომ სულად უნდა ნაშავლოს, ესენი დამატყდა თავზე და თურმე არაფერი არ არსებულა, მაგრამ მე არა, ყოველთვის მჯეროდა. და ისე მიყვარს სიცოცხლე ახლაც, ანუ ისე მიყვარს, ისე აი დღესდილას გავიღვიძე, ჩემს გოგოს მივწერე კი ეს ჩატში, მუცელი მქაჩავდა, ციკლიზი მქაჩავდა, ისე მткиოდა, მუხლი მткиოდა. გასაკითხ თავს მახსენებს თქო. ხო და წონაც, რამდენი ხანია ერთ ციფრს ველოდები გამოჩნდება, გაიელვებს, გაქრება, სასწორზე გამოჩნდება. ნუ ეხა ციკლის წინ ხო ეგრე იცის, გამოჩნდება ციკლის მერე. გამოჩნდება კი არა, დასტაბილურდება ციკლის მერე. ეგეც, ნუ კიდე პლუს 1000 რაღაცა, მაგრამ რო გავიღვიძე ისეთი ბედნიერი ვარ, ანუ რო გათენდა დღე როა, ცოცხლები რო ვართ, საერთოდ აი ეს ყველაფერი რო არის. ისეთი ბედნიერი ვარ, ისე მიყვარს სიცოცხლე. და გეგონება რაღაცნაირად არ ვიცი ეს გამოცდა არის თუ რა არის, მრჩენილი მყავს გვერდზე ის ვინც უცდილობს ის წამართვას, ამომკაჩოს, არ მქონდეს ჩაქროს, ჩახშოს, თავში ჩაარტყას, წყალი დაასხოს, მაგრამ არა, აი ესე ამოხეთქავს, სულ და აი პატარა რაღაცა მიზეზი და უკვე ძალიან ისეთი ვარ ბედნიერი. ისე რაღაცა დიდი მიზეზის და რაღაცა ისეთის გარეშე არა. და ყველაზე დიდი მიზეზი რეალურად ეგ არის, რომ ვართ, ცოცხლები ვართ, ჯამრთელები ვართ. ნუ ასე თუ ისე ყოველს რაღაც პრობლემა აქვს, მაგრამ ას თუ ის ხო? ეს დღეა. ანუ ეს ხო თითქოს არაფერია, ეს ხო თითქოს მოცემულობა, მაგრამ იმ ადამიანისთვის, ვისაც მაგალითად დღეები დათვლილი აქვს, ეს ხო ყველაფერია და სინამდვილეში ეს ხო ყველაფერია. ის რაღაცეები ასაც შეგვიძლია მივახციოთ, თუნდაც შეკრება, თუნდაც უნივერსიტეტში ჩაბარება, თუნდაც ბევრი ფული წარმატება, სახლის ყიდვა, სხვაგან ანუ ბევრი ქვეყნების ნახვა და შემდეგ, ხო? ანუ ეგ ყველაფერი ხო სანდიჯი რაღაცა არის რეალურად, მაგრამ არაფერი არა ამასთან შედარებით. და ამას არასდროს არ ვაფასებთ. ანუ ისე ვართ ქართული იმ ყველაფერის კეთების პროცესში რა. და მე კიდე შინაგანად მაქვს ხოლმე ამის განცდა. აი, რომ მაბედნიერებს ამ ყველაფრის არსებობა. ჯოს არასდროს დავივიწყებ. მის ფოტო შევინახე. სამივე ტელეფონში უნდა შევინახო, აქ არ შემინახია, მოიცა, აქაც შევინახავ. აი ეს დავსკრინა უფრო სწორედ. ცხოვრება მშვენიერია, უბრალოდ უნდა იცხოვრო მისთ. აი ასე. ერთოჩი. ვიღაცამ რაც არ უნდა ჯერ ხეთი გამოიაროს ამას სიტყვის.
ვიღაცა უცებ დაინახავს ყველაფერს ცუდს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აი ამის სწავლა არ მჭირდება ეს ჩემშია ჩადებული. ბევრი რაღაც ისწავლა შეიძლება ძალიან. ბევრი რაღაცა ჩვენ გვაქვს და რაც არ გვაქვს შეგვიძლია ვისწავლოთ, მაგრამ აი ეს ჩემი ნასტროიკებში, ოპციებში. მიყვარხართ ძალიან. ბედნიერი ვარ, რომ მყავხართ. თქვენ ხართ საჩუქარი. ანუ როცა მე გადავწყვიტე, რომ ამჯერ ხომ მქონდა ფორუმი, იმიტომ რომ ადამიანებისთვის მესწავლებინა კალორიების დათვლა, სრულად უფასოდ, სრულად უანგაროდ. დაჟე ვფიქრობდი, როგორ ვერ მოვიფიქრე მეთქი, მაშინ ძალიან გვიჭირდა იმ პერიოდში და ისა ანუ დომენის ფულს ძლივს ვიხდიდი კალორიას დაიეტში. აღარ მახსოვს ახლა ისიც კი ამდენი იყო გადასახდელი, მაგრამ ის მახსოვს, რომ ძალიან ძლივს ვიხდიდი რა დომენის გადასახადს და იმდენი გოგოები მყავდა და ანუ ვერ მოვიფიქრე და აზრად არ მომივიდა, რომ ისა მე თქვა, რომ ანუ აი დამეხმარეთ და რაღაცა და აი ძალიან დიდხანს 1-3 წელი მე მგონი მქონდა ეგ ისა და მე რო ვეღარ ვიხდიდი მაგის დომენს, თან ვიფიქრე, რომ აგერ YouTube-ი ანუ გამოჩნდა რა ისეაც იყო, მაგრამ ჩემთვის ანუ და მეთქი აი YouTube-ზე ვიდეოები ჩავწერ და ასე გავაგებინებ ხალხს ამ ამბებს. მე ფსიქოლოგიაზე ვიღებდი, აი ნახეთ ჩემი სიყვარულები, ხო? ერთის მხრივ ეს წყალშიკლების ამბები, კარგი ჯანსაღი ინფორმაციის გაზიარება ადამიანებისთვის და მეორე მხრივ ფსიქოლოგია, რაც მე ძალიან მიყვარდა. და აი ამების გაზიარებით დავიწყე ეს ჩემი მეორე დიდი არხი, რომელიც მაქვს. YouTube-ზე მე ამითი მოვედი და იმის გამო რომ მინდოდა რაც შევა მეტი ადამიანისთვის ეს გამეზიარებინა რეალურად ანუ ეს ხო იყო ჩემი გულწრფელი სურვილი გამეცა უანგაროდ და მაშინ არც мотивация მონეტიზაცია იყო საქართველოში არც არაფერი ხო და ანუ საუბარიც არ იყო იმაზე ოდეს მე იქნებ ანუ მაგაზე ფიქრიც არ მქონია უბრალოდ ესე უანგაროდ მინდოდა რომ გამეცა და აი მაშინ თითქოს რაღაცნაირად საჩუქრად მივიღე აი ესეთივე დიდი და შეუფასებელი რაღაცა ეს ხართ თქვენი თანადგომა თქვენი სიყვარული თქვენი რა ვიცი აი ვერც ვიტყვი რამხელა რაღაცა ხართ თქვენ ჩემთვის და ასევე ძალიან სწორად ვიქცევი რომ ვიქცეოდი აი მაშინ აი ყველა იმ ექსპერტი გეტყოდა YouTube-ის და იმის რომ რაც უფრო ცუდი კომენტარები არ წაშალო იმიტომ რომ ეს აქტივია ეს აცოცხლებს არხს უფრო მეტი მაყურებელი ყავს და რაღაცა და მე ყოველთვის მაგის საპირისპიროდ ვიქცეოდი ვშლიდი ბლოკავდი ვიშოვებდი თავიდან ადამიანებს ნეგატიურს, რომელსაც ძულხარ, რომელიც ყველაფერს ცუდად ხედავს, ანუ 1000-დან 1000 კარგიდან ერთს მაინც ცუდს დაინახავს და იმის გამო შეგიძულებს და ამ შემდეგ. ანუ ყველა ეგეთი ადამიანს ვიშორებდი სულ, იმიტომ რომ მე არ მჭირდებოდა ბევრი და ეგეთი. ანუ რეალურად მე მინდოდა რომ აი ეს აი მეგობრები, თანამოაზრეები, ოჯახი მყოლოდა, რამდენადაც ეს შესაძლებელია, აი ესეთი ურთიერთობის ფორმით, ადამიანები, რომლებსაც ჩემი ესმით მე მხედავენ, რაღაც მხრივ ვართ სულიერი მონათესავეები, ხო? და მინდოდა რომ მარტო ესენი მყოლოდით. და დანარჩენს ყოველთვის ვიშორ და ეს ისეთი სწორი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ეხლა წლების მერე აქ მე მყავხარ ზუსტად ესეთი ადამიანები. და ეს არის შემთხვევით უძვირფასესი და ასევე ისევ განვავითარეს ისა რა ქვია მარათონსაც ვაკეთებ, ანუ ეს წონაშიკლებაც, რომ რა თქმა უნდა ეს ამავდროულად იყოს ჩემი, ანუ და თვითონ მოიტანა დრომ, რომ YouTube-ი ჩემი შემოსავალი გახდა და ასევე ისიც, რომ ეს რა ქვია მარათონიც. მე როგორც YouTube-ზე, ასევე მარათონზე მაქვს ძალიან გულწრფელი კონტენტი და გულწრფელი მდგომარეობა, ანუ მე ადამიანებს ტყუილებს არ ყიდი, ანუ რო ამბობენ მოდი დაგაკლებინებ ერთ თვეში 15 კილოგრამს და მართლა დააკლებინებენ 150 კილოს რო იწონის ის ადამიანი 800 კალორიაზე დასვავენ, ეს არის უდიდესი ბოროტება, იმიტომ რომ არ შეიძლება
ასეთი დეფიციტი შეუქმნა ასეთ ადამიანს. იმიტომ რომ მე კი დაიკლებს და იტყვი რომ იმე რეგალიას მიიკრა რომ ისეთი მაგარი ვარ 15 კილოს ვაკლებინებო მაგრამ როგორც კი მორჩება ამ შენს საშინელი ჯოჯოხეთ ურკვებას მე ისევ მოიმატებს ოღონ 15-ს კი არა 20-ს და შენ ეტყვი რომ რა ვქნა ძმაო ეხა შენ პირი ვერ დაგიკეტია და მე ხო დაგაკლებინეო და ის ადამიანიც მასე იფიქრებს და საბოლოოდ ჩაიქნევს თავის თავზე ხელს და მე კიდე ტყუილებს არ ვეუბნები ადამიანებს და ვეუბნები იმას რასაც რისი დაკლებათ მართლა შესაძლებელია და ვასწავლი მართლა გზას რომლითაც სამუდამოდ შეუძლია რომ დაიკლოს და შეინარჩუნოს მაგრამ ეს ძალიან ცოტას უნდა მაგრამ მე ყოველთვის კმაყოფილი ვარ იმ ცოტათი რასაც ჩემი გულწრფელობით ვიღებ იმიტომ რომ სუფთაა და ძალიან ბედნიერი ვარ რომ ეს ჩემი ორი მნიშვნელოვანი საყვარელი საქმე თან იქცა იმათ რითიც მე შემიძლია ვიარსებო ხო უფრო მეტი არ არის ვიარსებო მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ ჩემთვის წარმატება ეს არის ვიღაცისთვის ფულადი ჯილდოა წარმატება ჩემთვის ეს არის ახლა რა თქმა უნდა ფული ყველას გვინდა ყველა ადამიანს გვაქვს სურვილები მით უმეტეს შვილები რო ყავს და რაღაც მაგრამ არის რაღაცები რასაც მე არ გავყიდი და ზუსტად იმ ჩემ თავს არ უღალატებ და ჩემ მორალის წინააღმდეგ არასოდეს არ წავალ და რასაც ჩემ თავს არ გაუკეთებდი იმას სხვა ადამიანს არ გაუკეთებ და სხვა ადამიანზე უფრო მეტად ვიზრუნებ ვიდრე ჩემ თავზე ვზრუნავდი იმიტომ რომ მე ადრე კვებითი დარღვევა რომ დამეწყო ჩემ თავზე არ ვზრუნავდი და ეხლა ჩემ გოგოებს რო უყურებ პატარა რამე რო შევამჩნიო ეგრევე ერთ ამბავში ვარ ხოლმე რომ სწორ გზაზე დავდგეთ ისევ და არ გადაუხვიეთ სადმე არასწორ გზაზე ხო ანუ უფრო მეტად გამიცდი ვიდრე ჩემ თავზე საერთოდ გამიცდიდი მაშინ იმიტომ რომ არ ვიცოდი ეგ რა იყო და ეხლა რო ვიცი ეგ რა არის ძალიან 1000 ჯერ მეტად გამიცდი ხებზე რომ ეგეთი რამე სხვა არ გამოიარეს რაც მე გამოვიარე შესაბამისად ვერთი ამ ყველაფერს ხედავს ვერავინაც რო ვერ ხედავდეს მე მაინც სხვანაირად არ შემიძლია იმიტომ მე ხო ვხედავ ანუ ამას იმიტომ არ ვაკეთებ რომ დამიფასდეს ხვდებით ამას იმიტომ ვაკეთებ რომ ანუ სხვანაირად მე ჩემ თავს დავკარგო მე არ ვიქნები და არაფერი არ მიყირს იმათ რომ მე არ ვიყო ასე მიყვარხარ ძალიან და ლაიქით ვიდეო გამოიწერეთ არხი კოცნით და დროებით